როგორია წამლის ხარისხი საქართველოში შეესაბამება თუ არა ფასი ხარისხს, ხორციელდება თუ არა შერჩევითი კონტროლი მედიკამენტებზე. ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას შორენა კოკორაშვილი არკვევდა. მაინც ცნევა მაქვს საღამოობით. იქიდან ხანდახან რო დავდივარ. ისე ვიგივე წამლები, მაგრამ თვითონ წამალი არ ვარია, წამლები არ ვარია. უკვე წლებია კონსტანტინე ჩხაიძე წამლებს რეგულარულად იღებს. ამბობს, რომ ბოლო დროს ექიმმა მედიკამენტების ჩამონათვალი საგრძნობლად გაუზარდა. მოხუცი წუხს, რომ წამლებს სვამს და შედეგი არ აქვს. ამიტომ გადაწყვიტა საკუთარ ჯანმრთელობაზე თავად იზრუნოს და წნევაც წამლის გარეშე იკონტროლოს. ხან ერთ წამალს გამომიწერდა წნევისას, ხან მეორეს გამომიწერდა, ხან მესამეს გამომიწერდა, ხან რაღაცას და ვერ მივხვდი რომელი წამალი ნორმალური იყო ჩემთვის მაგალითად. ეხლა შევიძინე ეს ტიტანი და ამ ტიტანმა ცოტა ის რეაქცია მოახდინა. წამლის ხარისხის უკონტროლობაზე საუბრობს ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი გოგიტა გეგელაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ წამლის ფასი საქართველოში ძვირია, ხარისხი კი მაღალი. ექიმი მიიჩნევს, რომ წამლის დანიშნულებაში სრული განუკითხაობაა. გეგელაშვილი აცხადებს, რომ წამლის პოლიტიკას ფარმაცევტული ფირმები განაგებენ. წამლის პოლიტიკა დგას სამ საყრდენზე, სამ სვეტზე, ან სამ ვეშაპსაც ეძახიან მაგას. ეს არის წამლის ხარისხი, ეს არის წამლის ხელმისაწვდომობა და წამლის სათანადოდ გამოყენება. საქართველოს ბაზარზე არა მარტო უხარისხო წამლებია, არასაჭირო მედიკამენტებია ბევრი, რომელიც ხარისხიანიც რო იყოს, საერთოდ არ ჭირდება ფარმაცევტულ ბაზარს. დაახლოებით ჩვენი გამოთვლით 40 მილიონ დოლარამდე არასაჭირო მედიკამენტი ბრუნავს ქართულ ბაზარზე, რომელიც უკვე დიდი ხანი ამოღებულია დასავლეთის ფარმაცევტული ბაზრებიდან. ფარმაცევტული პროდუქციის უსაფრთხოების გარკვეულ პროცედურებზე სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში საუბრობენ. მათი განცხადებით მედიკამენტებზე შერჩევითი კონტროლი ხორციელდება და ისიც საჭიროების შემთხვევაში. ნანა შაშიაშვილი ამბობს, რომ უხარისხო წამლების რეალიზაციის გამო ჯარიმები ყოფილა, თუმცა კონკრეტულ კომპანიების დასახელებისგან თავს იკავებს. როდესაც უკვე ხდება ფარმაცევტული პროდუქტი ბაზარზე, იწყება შერჩევითი კონტროლის მექანიზმი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ფარგლებში კონკრეტული ფარმაცევტული პროდუქტის შეძენას, ტარდება პირველ ეტაპზე ვიზუალური ექსპერტიზა, შემდეგ ტარდება ლაბორატორიული კონტროლი, ვიზუალური ექსპერტიზის შედეგად შეუსაბამობის ფაქტებიც დაფიქსირებულა და ყოფილა ასევე შემთხვევები, როდესაც ლაბორატორიული კონტროლის შედეგად დაფიქსირდა, რომ მედიკამენტი არ შეესაბამება ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციის მოთხოვნებს. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე 11,000-მდე დასახელების მედიკამენტია დარეგისტრირებული. ოფიციალური ინფორმაციით ქვეყანაში 4,000-მდე აფთიაქია. ობიექტივის ახალი ამბები ფარმაცევტულ კომპანიებს ავერსსა და PSP-ს დაუკავშირდა. თუმცა კითხვაზე, რამდენად პასუხისმგებლები არიან მათ მიერ წარმოებული და შემოტანილი მედიკამენტების ხარისხზე, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო არც ერთმა კომპანიამ უპასუხა.